მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში სანამ ოფიციალურ ნაწილზე გადავიდოდეთ კომიტეტის წევრების აყურადღებოდ მინდა გითხრათ, რომ სადღაც 24-25-ში გასვლით კომიტეტის სტომა გვექნება დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდი ფოთი და მერე უკვე ქუთაისში დარჩენით, ორდღიანი იქნება, ასე რომ დაიგეგმოთ შესაბამისად 24-25 მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით და მელიორაციის სამსახურიც იქნება ეს უბრალოდ თავშივე რომ მოემზადოთ. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ვიცით რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულია ერთი საკითხი. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენაა ბატონი ზურაბი მოხსენებელი, შესაბამისად ვთხოვთ დღის წესრიგს კენჭი ვიყავოთ დავამტკიცოთ და უკვე ბატონ ზურაბს ვთხოვთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გამოვუცხადო კომიტეტს მხარდაჭერისთვის ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით. დღეს წარმოგიდგენთ ამ პროექტს უკვე მესამე მოსმენით. პირველი და მეორე მოსმენის პროცესში ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიმსჯელეთ, კომენტარები იყო აუცილებელი შესწორებებით შეტანილი. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ მესამე მოსმენის ფორმატში. პუნქტობრივად აღარ გავყვები, მე მგონი ამას რაციონალი არ ექნება. მოგახსენებთ უბრალოდ, რომ კანონპროექტი შედგება ორი მუხლისაგან. პირველი მუხლის ყველა პუნქტში უკრებლივ არის შეტანილი რედაქციული ხასიათის შესწორებები. არც ერთი ეს შესწორება არ ცვლის შინაარსს, არსებითი საკითხები ყველაფერი რჩება უცვლელად. რეგულაცია, რაც შეეხება მეორე მუხლში ფაქტობრივად შესწორებები არ არის, ეს მუხლი შეეხებოდა ამოქმედების ვადებს და ძირითადად კანონპროექტი ამოქმედება ესე იგი 26 წლის 1 მაისიდან, დანარჩენი ნაწილები გამოქვეყნების თანავე. ვთხოვთ კანონპროექტს დაუჭეროთ ხარი მესამე მოსმენით და შემდგომი ცვლილება მივცეთ. მადლობა ბატონ ზურაბ, მოვეთანხმები ბატონ ზურაბს. პირველ მეორე მოსმენებზე იყო გარკვეული კითხვები, იყო შენიშვნებიც, რაც როგორც ხედავთ უკვე ასახულია და გათვალისწინებულია შესაბამისად. მე პირადად არანაირი კითხვა არ მაქვს. თუ კომიტეტის წევრებს აქვთ რაიმე შეკითხვა, ვთხოვთ ბრძანეთ. როგორც ვთქვათ, შეკითხვები არ არის და მაშინ პირდაპირ შეგვიძლია საკითხი კენჭის ხაზზე დავაყენოთ. ბატონო, მაშინ კენჭი უყაროთ, რომ ამ სახით მივიღოთ ეს. მადლობთ, სტომა დამთავრებულია.